გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ უკვე შემობრძანებულ 2019 წელს. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ნებისმიერი სურვილის ასრულებას. ახალი წელის სამზადისი უკვე ჩამოვიტოვეთ და დღეს უკვე დრო დადგა პირადად ჩემთვის მოვაწესრიგო ჩემი კოსმეტიკური კუთხე, მიუჩინო ამა თუ იმ ახალ პროდუქტს თავისთვის განკუთვნილი ადგილი, მოვიყვანო ჩემი სამუშაო კუთხე წესრიგში და მოკლედ გავუკეთო ჩრდილების პალიტრებს ორგანიზაცია. მე მქონდა დიდი რაოდენობის ჩრდილები, მაგრამ ახალ წლებზე მივიღე 2-3 ჩრდილების პალიტრა საჩუქრად. ის ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამაზე უკეთესი საჩუქარი ჩემთვის არ არსებობს და უკვე ჩემს კოსმეტიკურ უჯრაში ჩემი ჩრდილების პალიტრები აღარ ეტევა. ისინი ამოვალაგე ყველა, დავაწყე ფოდნოსზე და თქვენთან ერთად მინდა დღეს გავუკეთო ორგანიზაცია. სანამ ჩრდილების პალიტრებს ორგანიზაციას გავუკეთებ და მოუძებნიდი მე მათ შესაფერ ადგილს, ეხლა გადავხედოთ ჩემს კოსმეტიკურ მაგიდას, გაჩვენებთ თუ როგორ გამოიყურება ის დღესდღეობით, რადგან დილიდან ვარ მე მის ორგანიზაციაში, დასუფთავებაში და გადახარისხებაში. მოკლედ, წინა საახალწლოდ ამ ჩემი კოსმეტიკური კუთხით და ჩემი პროდუქტებით სარგებლობდი არა მარტო მე, არამედ ჩემი შვილი, მისი მეგობრები და რა თქმა უნდა, ჩემი სტუმრები. მოდიოდნენ 1 საათით ადრე, ვუკეთებდი მე მათ მაკიაჟს და დამიგროვდა ძალიან დიდი რაოდენობით წუწყიანი beauty ბლენდერები, ფუნჯები. როგორც გითხარით, დილიდან ვარ ამ კუთხის მოწესრიგებაში. ეხლა ჩქაჩქარა გადაუვლით ჩრდილებს და გაჩვენებთ თუ როგორი პალიტრები მქონდა მე, რა მივიღე საჩუქრად, გავუკეთოთ ორგანიზაცია და უკვე ვიდეოს გაგრძელებაში შემოგთავაზებთ თუ როგორ ვრეცხავ მე ჩემს ფუნჯებს და beauty ბლენდერებს. ამ პირველ განყოფილებაში ადრე მქონდა მოთავსებული ტონალური კრემები, მაგრამ მათ შეუცვალე ადგილმდებარეობა. ახლა აქ მაქვს მოთავსებული კუშონები, პუდრები და ბრონზერები. Estee Lauderis ბრონზერი, Benefit-ის ბრონზერი, მოკლედ ჩამოთვლას არ შეუდგები. აქ არის, როგორც გითხარით, ბრონზერები და კუშონები და რამდენიმე თხევადი ჰაილაითერი, რომელიც მე არ მეტევა ამ განყოფილებაში, სადაც ნორმალური ჰაილაითერებია მოთავსებული. ეს ჰაილაითერიც აი აქ ჩავაკვეხეთ, შეიძლება ასე ითქვას. ამ უჯრაში მაქვს ჩემთვის საყვარელი პროდუქტები, ეს არის რუმიანები. ამ უჯრაში კი მოთავსებული მაქვს ტუშები, რა თქმა უნდა, Maybelline-ის ტუში პირველ ადგილზეა და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი. მაქვს დიდი რაოდენობით, მაგრამ კიდევ ყოველთვის უბრუნდები მე Maybelline-ის ამ ყვითელ ტუშს. ამ განყოფილებაში, როგორც ხედავთ, არის კონსილერები, ლოვის, კატრისის, Manhattan-ის, Maybelline-ის, Art Deco და 2 პალიტრა სახის კონტურინგის. გადავინაცვლოთ ეხლა ჩრდილებზე, აქ მაქვს მოთავსებული თვალის ჩრდილები. ესეც თვალის ჩრდილია, ძალიან ლამაზი ესენსის მწვანე ფერის. Maybelline-ის ჩრდილები, მაქვს აგრეთვე ესეთი NYX-ის ჭყვიალები. მოკლედ ამ პატარა ჩრდილებს მოუძებნი ადგილი და ეტევა კიდევაც ისინი ყველანი აქ. მაგრამ აი ამ პალეტკებს ახლა ვფიქრობ, როგორი ორგანიზაცია მოხერხო და სად მოვათავსო. პომადები, როგორც ხედავთ, ნაწილი აქ, ნაწილი კიდევ უკან ნაუჯრაში. მიყვარს პომადები და მაქვს კიდევაც დიდი რაოდენობით და რამდენიმე ტუჩის ბალზამი. დაკვირვებული მაქვს, რაც უფრო ხშირად ვიყენებ მე ტუჩის ბალზამებს, მით უფრო მაგრამ იშრება მე ტუჩები. ამიტომ არ გადააჭარბოთ ტუჩის ბალზამების მოხმარება. აქ მოთავსებული მაქვს ფანქრები, ლაინერები, ფერადი ლაინერები და ამ პატარა სათავსოში კი უკვე ბოლომდე დაყვანილი ფანქრები. აი ამ უჯრაში, როგორც ხედავთ, მაქვს ტუჩების ბლესკი.
აი, ჩემი ტონალური კრემები ახლა უკვე აქ მაქვს დაწყობილი. ტონალურები, BB კრემები და CC კრემები. ესე გამოიყურება დღესდღეობით ჩემი უჯრა, ჩემი კოსმეტიკური უჯრა, ეხლა კი გადავიდეთ ჩემს ჩრდილებზე. აი ამ დიდ ფოდნოვზე დავაწყო ეხლა მე ჩემი ყველა ჩრდილების პალიტრა და არის მხოლოდ ერთადერთი ტუჩების საცხის პალიტრა, რომელიც მე ჩემი Maybelline-ის კალენდარში ამომივიდა. დიდი მოყვარული არა ვარ წითელი საცხების, მაგრამ ძალიან კარგი ხარისხია, მომეწონა და საღამოს მაკიაჟისთვის გამომადგება. დღესაც მე მისვია. მე აი ამ პალიტრიდან ეს მუქი შინდისფერი ფერი და ძალიან მომწონს. მოკლედ ეს არის მე მგონი ერთ-ერთი წითელი ტუჩების საცხი, რასაც მე დავიტოვებ. ეს პალიტრა კი არის BH Cosmetics-ის Mrs. Bella-ს პალიტრა, რომელიც მიახლოებით 18 евро ღირს და იყიდება ჩვენთან ნებისმიერ მაღაზიაში. ყველაზე ძალიან მომწონს მე ეს Mrs. Bella-ს პალიტრა, რადგან აქ 10 არაჩვეულებრივი ფერი ყოველდღიური მოხმარებისთვისაც შეიძლება ჩვენ ეს პალიტრა გამოვიყენოთ. აქ ძალიან კარგი ჰაილაითერი, რომელსაც არ აქვს ძალიან დიდი შიმერი და სახეს ძალიან ნატურალურად აჩენს და ღია ვარდისფერი ბლაში. თუ ეძებთ ისეთ პალიტრას, რომელიც არ არის ძალიან ძვირიანი, რომელსაც თან მოყვება ჰაილაიტერი და ბლაში და შეიძლება ამ პალიტრის ყოველდღე გამოყენება, გირჩევდით ყველას BH Cosmetics-ის Mrs. Bella-ს პალიტრის შეძენას. მე პირადად ძალიან მიყვარს ეს პალიტრა და მაქვს კიდევაც ხშირად მოხმარებაში, განსაკუთრებით კი მგზავრობის დროს, რადგან მოყვება ბლაშიც და ჰაილაიტერიც. ამ პალეткას ძალიან გავს ზოევას პალეტკა თვითონ აი ესეთი შეფუთვით. ნახეთ, როგორი მსგავსი შეფუთვა აქვს ზოევას პალეტკებს და ამ BH Cosmetics-ის პალეტკას. ზოევას პალეტკა მიახლოებით 22 евро ღირს ჩვენთან დუგლაში. ეს არის Opulence-ის პალეტკა, რომელსაც მე ყოველდღე რა თქმა უნდა არ ხმარობ, რადგან აქვს ესეთი განსაკუთრებული ფერები და განკუთვნილია ეს საღამოსთვის და დღესასწაულებისთვის, კარგად პიგმენტირებული ლურჯი, შინდისფერი, აგურისფერი, ესეთი ღია წვანე ოქროსფერში. მოკლედ ზოევას პალეტკები არის ჩემი დიდი სიყვარული და განსაკუთრებით ეს Opulence-ის პალეტკა, რომელსაც მე განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებ. ყოველდღიური ცხოვრებისთვის კი მაქვს ზოევას ეს პალიტრა, რომელსაც აქვს ძალიან ისეთი სადა, ბუნებრივი, ყავისფერ ხორცისფერი და ღია ჩრდილები. აი ამ შავ ჩრდილს ლაინერის მაგივრად ვიყენებ და მოკლედ კარგადაცაა ეს პალიტრა დაცლილი და შელამძღული, რადგან ძალიან მიყვარს და მაქვს ყოველდღიურ მოხმარებაში. მაქვს აგრეთვე კიდევ ერთი ზოევას პალეტკა, რომელიც მე ანა მაჩუკა. მის შესახებ ჩვენ ვიდეოც გადავიღეთ, სადაც მე ანა ამ პალიტრის საშუალებით მაკიაჟს მიკეთებს, მაგრამ ეს პალეტკა შემოდგომა გაზაფხულისთვისაა განკუთვნილი. მე ახლა ზამთარში აი ამ ფერადი ჩრდილებით მაკიაჟს ვერ გავიკეთებ, რადგან ზამთარს არ ვხდება. მოკლედ, როგორც ხედავთ, მაქვს 3 არაჩვეულებრივი ზოევას პალეტკა, BH Cosmetics-ის Mrs. Bella-ს და ზოევას პალეტკის ვიზუალური შეფუთვა ძალიან გავს ერთმანეთს. ესეც 4 ჩემი უსაყვარლესი პალეტკა. რა თქმა უნდა, Maybelline-ის ჩრდილები. ვინც ჩემ ვიდეოებს თვალყურს ადევნებთ, კარგად იცით, რომ მე Maybelline-ის პალიტრები და ჩრდილები ძალიან მიყვარს. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ჩრდილი, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაში მაქვს. მაქვს აგრეთვე კიდევ ერთი ნიუთ პალეტკა, რომელსაც აქვს შედარებით სხვა ფერი, მაგრამ ყოველდღიური მაკიაჟისთვის ესეც ძალიან კარგია. აი აქ მოთავსებული უფრო ყავისფერი, იაცამნისფერი, ოქროსფერი, შავი
და ღია ფერის ჭრდილები. ამ პალეტკაში მოთავსებულია ვარდისფერი, ღია აგურისფერი, მწვანე, ყავისფერი, ოქროსფერი, ძალიან ლამაზი ფერები. ეს ორი პალეტკა არის ჩემი ფავორიტი და მაგ კიდევაც ყოველდღიურ მოხმარებაში, ისევე როგორც ეს Countdown-ის Maybelline-ის პალეტკა, რომელიც მე ჩემს 2018 წლის ფავორიტებში აღნიშნე და გაჩვენეთ. აქვს არაჩვეულებრივი პიგმენტაციის ჭრდილები, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ჭრდილებს Maybelline-ისას, მაგრამ ეს ღია ჭრდილი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჰაილაიტერი. კიდევ ერთი Maybelline-ის პალეტკა, ეს არის ბურგუნდი ბარის პალეტკა, რომლის შესახებაც მე უკვე ვიდეო გავაკეთე და ნახეთ, როგორი ლამაზი ფერებია. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ პალეტკების შესახებ. Maybelline-ის ჭრდილები არის ჩემთვის ნომერ პირველი ფავორიტი ბიუჯეტიურ ჭრდილებში. და ახალ წელს მივიღე საჩუქრად კიდევ ერთი Maybelline-ის პალეტკა, რომელიც ჯერ გახსნილიც არ მაქვს, ესე იგი 4 მქონდა და მემატა მეხუთე. არასოდეს არ არის ჩემთვის ბევრი ჭრდილები და ნახეთ, როგორი ლამაზი ფერებია. ამ პალეტკას ქვია ნიდი. შავი, თეთრი, კაპუჩინოსფერი, ღია ოქროსფერი, ღია ყავისფერი, ღია ვარდისფერი, მოკლედ არაჩვეულებრივი ფერები. პიგმენტაცია შეხედეთ. ვინც ეძებს ბიუჯეტიურ ლამაზ ფერებს და ყოველდღიური მაკიაჟისთვის განკუთვნილ პალეტკებს, გაამახვილეთ ყურადღება აი Maybelline-ის შავ შეკვრაზე. რა მოდის შემდეგ? შემდეგ მოდის ბიუჯეტიური ჭრდილებიდან კატრისის ჭრდილი. სამწუხაროა, რომ თბილისში კატრისის კოსმეტიკა არ არის. არის ძალიან ხარისხიანი, ისევე როგორც კონსილერები, აქვს ძალიან კარგი ტუში და რა თქმა უნდა, ეს ჭრდილი. ეს ერთ-ერთი ჭრდილია კატრისის, რომელიც მე ძალიან მომწონს, რადგან მოყვება მას ბრონზერი, ჰაილაიტერი და ნახეთ, როგორი საკოლდღიური ფერის ჭრდილები. ეს კიდევ უფრო ბიუჯეტიურია, ვიდრე Maybelline. აქ კი ჩანს Twilight-ის ნაკლებად ცნობილი პალეტკა, ჭრდილების პალეტკა, რომელიც Amazon-ზე შევიძინე 5 თუ 6 ევროთ და ნახეთ რა სილამაზია. რაღაც გარეგნულად და ჭრდილების ფერები და პიგმენტაციით ძალიან ვამსგავსებ Huda-ს პალეტკას, რომელიც ღირს სადღაც 100 ევრო. ეს ჭრდილების პალეტრა Twilight-ისგან კი ღირს 5-6 ევრო, რომელიც მე Amazon-ზე შევიძინე. აქვს მატი ფერები, ძალიან ლამაზი ფერები, პიგმენტაციას შეხედეთ. არ არის ლამაზი? და შიმერები, მეტალიკის ფერები. აი, არაჩვეულებრივი ფერები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ იაფიანი პალეტრის პატრონი რო გავხდი, მფლობელი რო გავხდი. ანალოგიურად ასევე ბიუჯეტიურია ეს პალეტრაც, მაგრამ აქ არის მხოლოდ შიმერებიანი ჭრდილები მოთავსებული, ისეთი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. მას რა თქმა უნდა ყოველდღე ვერც ვიხმართ, არც ვიხმართ, მაგრამ ნახეთ როგორი ლამაზი შიმერებია. ახალი წელი დაბადების დღე, ღონისძიება, წვეულება, მოკლედ ნებისმიერ მაკიაჟს გააფორმებს ეს ბიუჯეტიური ძალიან იაფიანი პალეტრა, რომელიც მე ამ Twilight-ის პალეტკასთან ერთად Amazon-ზე შევიძინე 5-6 ევროთ. მას მიგავს ხელები ამდენი სვოჩებისგან. ეხლა გადავდივართ კიდევ ერთ პალეტკაზე, ეს არის ამერიკული პალეტრა, რომელიც მე მიახლოებით 3 წელია მაქვს, Doll No. 10. იმიტომ მიყვარს, რომ აქ ძალიან დიდი სარკე. ლამაზი შინდისფერი, უფრო იასამნისკენ მიმავალი ჭრდილი, შიმერების გარეშე, ლამაზი ყავისფერი, ნახეთ რა პიგმენტაცია, რა ლამაზი ფერებია და აი ამ ფერს ვიყენებ მე
ჰაილაიტერად. 6 საუცხოო ფერი. ესეც ჩემი შემდეგი პალიტრა. აი ეს სილამაზე რო არ გაჩვენოთ არ შემიძლია. ნახეთ როგორ წინავს. რო არ შორდება ერთი წუთით. ამაზე მეტი ერთგულება თუ არსებობს არ ვიცი. ძაღლებს რო ერთგულება შეუძლიათ არავინ არ დაეძრა. Should old acquaintance be forgot and never brought to mind? მოკლედ ახლა გავაგრძელოთ ჩვენი ჭრილებით, ლაილამ დაიძინოს. გადავდივართ ნეიკედის პალეტკაზე, ესეც ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და ფავორიტია, ყველაზე პირველი გამოშვება, ვისაც გიყვართ ჭრილები, ვისაც გიყვართ ყოველდღიური მაკიაჟი და მაკიაჟისთვის ესეთი ნიუდი სადა ფერები. ეს ალბათ უნდა გქონდეთ ყველას. კოსმეტიკის მოყვარულ გოგოებს, ვისაც ჩემსავით გიყვართ ჭრილები, ნეიკედის პალეტრა არის ნომერ 1. ყველაზე პირველი გამოშვება Urban Decay's ნეიკედის პალეტრა უკვე მე გამოვიდა. ამის შემდეგ გამოვიდა მე უკვე მეორე, მესამე და ასე შემდეგ. მე ერთი არ მომწონს ისე, როგორც ეს პირველი გამოშვება. მივედით ნელ-ნელა ფინალამდე. ეს NYX-ის პალეტკა მაქვს. ესეთი არაჩვეულებრივი სადა ფერებით, ყოველდღიური მაკიაჟისთვისაც ესეც განკუთვნილი. მართალია, ისეთ ძლიერად პიგმენტირებული არ არის ეს ჭრილები, როგორც Maybelline-ის, მაგრამ შეიძლება ძალიან ლამაზი მაკიაჟის გაკეთება აი ამ ულამაზესი ფერებით. მისი ფასი მერყეობს 18-19 ევროს შორის, Maybelline-ის კი 8-9 ევროს ფარგლებშია, 10 ევროთი ნაკლები და რომ მითხრან რომელს აირჩევდითო, აუცილებლად ავირჩევდი Maybelline-ს არათუ NYX. არ არის ცუდი, მაგრამ ამ ფასში უკეთეს მოველი. მივირჩევნი 2 ევრო დავამატო და შევიძინო ზოებას პალეტკები. გადავედით ჩემ სამ უსაყვარეს ჭრდილზე, ხოლო ეს peach პალეტკა, sweet peach პალეტკა Too Faced-ის მე უკვე მქონდა და განკუთვნილია გაზაფხული ზაფხულისთვის. ეს არაჩვეულებრივი ფერები, ზამთრისთვის ნაკლებად გამოგვადგება, ჩვენი ღია ტონალობა თუ არ ჩავთვლით აი ამ ქვედა 4-6 ფერს, დანარჩენი კი განკუთვნილია ზაფხულისთვის. ულამაზესი ჭრილებია. ულამაზესი ფერები, პიგმენტაცია და სურნელიც აქვს. პიჩის, ანუ ატმის. სურნელიც ატმის, ფერებიც ატმისებრი. მოკლედ შეხედეთ როგორი ლამაზი შეფუთვა. მოკლედ ეს Too Faced-ის peach პალეტკა არის რაღაც ულამაზესი. შეფუთვა ულამაზესი, სურნელი უგემრიელესი, ატმის, ფერები ძალიან ლამაზი პიგმენტირებული, ლამაზი გასანაწილებელი. მოკლედ ეს იყო high-end-ის ჭრილებიდან, ძვირიანი ჭრილებიდან, თუ არ ჩავთვლით NYX-ს მეორე ჭრილი, რომელიც მე შევიძინე შაშანწი და წელს კი მაქვს ეს ახალი შენაძენი შოკოლად გოლდის პალეტკა Too Faced-ის. ნახეთ, ესეც ანალოგიური შეფუთვა, ოღონდ შოკოლადის შეფუთვა. აი ამ peach-ს ქონდა ატმისებრი შეფუთვა და სურნელი, ამას კი აქვს შოკოლადისებრი შეფუთვა და შოკოლადის სურნელი და ფერებს შეხედეთ, როგორი ლამაზი ფერებია. არ არის ახლა ეს სილამაზე? არის საღამოსთვის განკუთვნილი. წეულებისთვის და საღამოს მაკიაჟისთვის. მეტალიკის ფერები. ულამაზესი, შეხედეთ. ეს მწვანე რა ლამაზია? მოკლედ, ჩემი წლევანდელი აღმოჩენა. ჩემი წლევანდელი სიყვარული აი Too Faced-ის შოკოლად გოლდის პალეტკა. უგემრიელესი სურნელით და ულამაზესი ფერებით. ეს არის ჩემი წლევანდელი საჩუქარი Anastasia's Soft Glam-ის პალეტკა, რითაც მე საახალწლო მაკიაჟი გავიკეთე, ულამაზესი, ძალიან დიდრული შეფუთვა ბარხატის და ფერებიც არის ზღაპარი.
ესეთი ლუქსუს high-end-ის პალეტკები მაქვს 4. ეს არის Too Faced-ის შოკოლად გოლდი, Anastasia Soft Glam-ი, Too Faced-ის Peachy და Naked-ის პალეტკა. ეს 4 ჩემი სიმდიდრე, ეს 4 ჩემი სიყვარული და დანარჩენი არის უკვე ბიუჯეტიური. თუ არ ჩავთვლით კიდე ამ ყველაზე იაფიან ჭრდილებს, რომელიც არ შეიძლება ჩემს ფავორიტებში არ ავღნიშნო, ეს არის Sabrina Cosmetics-ის ჭრდილები. უიაფესი. თუ არ ვწდები 2 ევროღის ეს ჭრდილები, მაგრამ ძალიან ლამაზი ჭრდილებია, როგორც ფერები, ასევე პიგმენტაციაც ძალიან მომწონს. მართალია, ისეთი ხარისხიანი, რბილი და კარგი გასანაწილებელი არ არის, მაგრამ 2 ევროდ. ნახეთ რა ლამაზი ფერებია. აი. ეს ჩემი 2 უიაფესი Sabrina Cosmetics-ის ჭრდილებიც არის ჩემს კოლექციაში. 2 ევროიანი ჭრდილებიც ისევე მომწონს, როგორც ეს 50-იანი, 60-იანი და 70 ევროიანი ჭრდილები. მოკლედ გადაუვარეთ ჩემს ჭრდილებს. გავცლი მიახლა აი ამ კონტეინერს, სადაც beauty blender-ები მაქვს. მოთავსებული ჭუჭყენი beauty blender-ები და აი აქ მოვათავსებ ყველა ჩემს პალეტკას. მინდოდა მომეთავსებია აი აქ ჩემი კომოდის თავზე, აი აქაც ჩემი მოვლის საშუალებები მაქვს, დუშგელები, პილინგები, ტანის საშუალებები და ასე შემდეგ. სავსე აკარა და აქ მინდოდა მომეთავსებია, მაგრამ ადგილი არაა. მიდევს ჩემი ზამთრის პარფიუმები, მაგიდაზეც ადგილი არა მაქვს. ერთადერთი გამოსავალი მაქვს აი აქ კუთხეში. მოვათავსებ ახლა მე ამ კონტეინერს და ჩავაწყობ ჩემს პალიტრებს. იმედია ჩამეტევა. თორემ ცუდად ასაქმე ახლა აქ თუ არ ჩამეტია ჩემი ჭრდილები, მე უკვე მაგრამ იმედი მაქვს რომ დაეტევა. მე მგონი ჩაეტევა უკვე. აი ესე ჩავადიე და აი ამ Sabrina-ს ჭრდილებს ზემოდან მოვათავსებ. ზუსტად ჩაეტია. ურა! აი ზუსტად მოვათავსებ ჩემი ჭრდილებიც აი ამ კონტეინერში. მაქვს ხელქვეშ ყველაფერს ვხედავ. დამრჩა მხოლოდ ეს ტუჩების პალიტრა, რომელსაც მე მოვათავსებ ჩემს ტუჩების საცხებთან, ტუჩების გაყოფილებას. მოკლედ ჩემი კოსმეტიკური საშუალებების ორგანიზაციას მოვრჩი, როგორც იქნა ყველაფერი მაქვს დახარისხებული, ჩაწყობილი, ვიცი სად რა მიდევს. მაგიდაც ესეთნაირად გამოიყურება. დამრჩა მხოლოდ ფუნჯები გასარეცხი და beauty blender-ები. როგორც იქნა ჩემი კოსმეტიკის ორგანიზაციას მოვრჩი, ისე მიხარია რომ ჩემ ჭრდილებსაც მიუჩინე ადგილი, მაქვს ყველაფერი ესეთნაირად ფალთა ხედვის ქვეშ. ყველაფერი ისე ორგანიზებულად, ლამაზად ჩაწყობილი, მოწესრიგებული, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ აი ამ კონტეინერში ჩაეტია ყველა ჩემი ჭრდილი. ეხლა კი გადავინაცვლეთ, გავაგრძელებთ ვიდეოს და გავრეცხოთ ჩვენი ფუნჯები. გემშვიდობებით დროებით. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად და დამეხმარეთ ჩემი კუთხის მოწესრიგებაში.